საქართველოს საერთაშორისო ონლაინ ბიბლიოთეკის წევრი ხდება 30 ოქტომბრიდან ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მსხვილ ინტერნეტ პორტალზე საქართველოსა და ქართველი ავტორების შესახებ ინფორმაცია აიტვირთება. პროექტის პრეზენტაციას ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი უმასპინძლებს. საქართველოს მალე თავისუფალი წვდომა ონლაინ ბიბლიოთეკათა ქსელში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ექნება. დეტალებზე ვიკა ბუკია გიამბობთ. There's no limit to knowledge. How people can apply it. And how much better it can make their lives. ორგანიზაციის ისტორია, რომლის მომსახურებით 170 ქვეყნის 72,000 ბიბლიოთეკა სარგებლობს, მე-20 საუკუნის 60-იან წლებში იწყება. 1967 წელს ოჰაიოს კოლეჯის ბიბლიოთეკის თანამშრომლის ფრედ კილგურის მიერ მოგზაურებულად დარეგისტრირებულმა ცენტრმა რამდენიმე წელიწადში არნახულ მასშტაბებს მიაღწია. თბილისი და საქართველო დიდი გაერთიანების შემადგენელი ნაწილი ხვალ გახდება. როცა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში საქართველოში სტუმრად ჩამოსულ ცენტრის წარმომადგენლებსა და ქართულ მხარეს შორის თანამშრომლობა ოფიციალურად გაფორმდება. რას საშუალებას აძლევს ეს დაინტერესებულ პირს, ამ შემთხვევაში ან მკითხველი იქნება თუ ეს მეცნიერი, რომ ამ ერთიანი საძიებო სისტემით მოიძიოს ნებისმიერი წიგნი ან ნებისმიერ რაღაც გარკვეული წიგნი ან სამეცნიერო ნაშრომი ნახოს რომელ ბიბლიოთეკაში, სოფლიოს რომელ ბიბლიოთეკაში იმყოფება ის და მოიძიოს იგი არა მარტო სახელის მიხედვით, არამედ ნახოს მისი ბიბლიოგრაფიული აღწერილობა. თუ რა მასშტაბებს მოიცავს ონლაინ ბიბლიოთეკების საერთაშორისო ცენტრი, WorldCat-იც მეტყველებს. მსოფლიოს უმსხვილესი ინტერნეტ კატალოგი ცენტრის ყველაზე ხმაურიანი პროექტია. WorldCat-ი მილიარდზე მეტ საბიბლიოთეკო მასალას და ყველაზე ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო რესურსს მოიცავს. ასოციაცია ბუნებრივია, თქვათ, გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბიბლიოთეკო ტიპის ქსელი, რომელიც მიმართულია ზუსტად ელექტრონული რესურსების პოპულარიზაციისკენ და შესაბამისად, თქვათ, ამ მიმართულებით არის თავის ძირითად მუშაობას, მასში გაერთიანებულია ძალიან ბევრი, თქვათ, მსოფლიო ქვეყანა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ის იყოს მსოფლიო კულტურულ ფერხულში ჩაბმული. ბიბლიოთეკარებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საძიებო წყაროს იმედის თვალით უყურებენ ქართველი ავტორები. სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ არაკომერციული კომპიუტერული საბიბლიოთეკო პორტალისა და კვლევითი ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული თვისება ინფორმაციისადმი თავისუფალი წვდომაა. დროში რომელშიც თქვათ ჩვენ ცხოვრობთ 2-3 წუთიც გადამწყვეტია ხოლმე რაღაც მუშაობისთვის, ხო, ესე არ არის რომ უბრალოდ ყველაფერი დაჩქარებულ ტემპში ხდება და ჩემთვის აი ამ კომფორტს ნიშნავს მართლა პირდაპირ გაგებით რომ თქვათ თითქოს ახალ სუნთქვას ხსნის, ახალი მასშტაბი იხსნება და აბსოლუტურად გიმტკიცებს იმას, რომ რაღაცა ძალიან დიდის ნაწილი ხდები. კიდევ ერთი შანსი და შესაძლებლობა საქართველოსთვის საუკეთესო გზით მოხვდეს მსოფლიო ყურადღების ცენტრში. ორმხრივი შეთანხმების შემდეგ საქართველო მსოფლიო საბიბლიოთეკო დიდი ოჯახის წევრი გახდება.